18-დან 35 წლამდე ქალის სხეულში კვერცხუჯრედების რაოდენობა და ხარისხი უნდა იყოს კარგი, თუმცა ჯანმრთელია ქალი. 35 წლის ასაკიდან ნელ-ნელა იწყებს კლებას 38 წლის ასაკამდე, 38 წლის შემდეგ სწრაფი ტემპით იწყებს კლებას კვერცხუჯრედების ხარისხიც და რაოდენობა. 40 წლის ასაკში ბუნებრივი გზით 5%-ზე ნაკლებია ქალის განყოფიერების უნარი. ეს ჩემი მოგონილი არ არის. ეს ვინმეს შესაშინებლად არ არის. ეს ცხოვრების გასათვალისწინებლად არის, თუ სწორად იცის ადამიანმა თავისი სხეულის შესაძლებლობები, იყენებს ეგრეთ წოდებული კვერცხუჯრედის შენახვის გზას. თუ თქვათ საქმიანი ქალი რაღაც მიზეზის გამო და შვილის გაჩენას არ აპირებს, 35 წლამდე ინახავს საკუთარ კვერცხუჯრედს, ყინავს მას. იმ შემთხვევაში თუ მოგვიანებით 38 და შემდეგ ბუნებრივი გზით ვერ შედგა ორსულობა, მას ეს ჯანმრთელი, კარგი, ხარისხოვანი კვერცხუჯრედი აქვს შენახული, შეუძლია აქციოს სიცოცხლე.